საქართველოს მიმდინარე ისტორია 2012 წლიდან 2025 წლამდე. მცირე ფსიქოლოგიური ანალიზი. რა შეიძლება ვთქვა ახალი მე რიგითმა მოქალაქემ ქვეყანაზე, რომელმაც იმდენად მძიმე ისტორიული გზა გამოიარა, რომ მას უბრალო ხალხი ბედკრულ საქართველოდ მოიხსენებდა. სხვა საკითხი, რომ ამ სახელდებას კატეგორიულად ვემიჯნები და ვფიქრობ, რომ ასეთი რთული მძიმე ველიდან საქართველო აუცილებლად უნდა გამოვიდეს. ეს მოხდება ცნობიერების დაწმენდა დასუფთავებით, რასაც სხვაგვარად განაღმრთობა ეწოდება. და თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ჩვენს ცნობიერებას, მასშტაბურად, ვფიქრობ, რომ ეს მეტნაკლებად შორეული პერსპექტივაა და ამაზე სხვა დროს. და მაინც რა ხდება დღეს? რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც არ თქმულა დღემდე, რაზეც სისხლი არ დაუნთხევია მოაზროვნე ქართველს. რას ვიტყვი ახალს? ვერც ვერაფერს. უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი შინაგანი მძლავრი განგაში ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც არსებული მთლიანი პრობლემატიკის ნაწილიც არის და არსიც როგორც რეზულტატი. ის, რომ ჩვენ შესაძლოა იდენტობა დავკარგოთ, დროთა განმავლობაში ვიქცეთ ბარბაროსებად, უკრიტიკოდ მივიღოთ მონური პოზიცია და თანდათან გავითავისოთ, ეს უდავოდ ჩვენი ძირითადი შეჭირვებაა და ამის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. თუმცა მე შევეცდები მარტივად შევეხო იმ საკითხს, თუ როგორ გამოიყურება ეს საშიშროება კერძო პირის, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის მაგალითზე, რომელიც იმ ერთ სასიცოცხლო უჯრედს წარმოადგენს, რაც მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი ასე ითქვას. დღეს შეტევა მიმდინარეობს სწორედ ქართულ სულზე. და მერწყმნეთ ეს პათეტიკა სრულებით არ გახლავთ. მე, რომელიც ამ სიტყვათ შეთანხმებას ვიყენებ, კარგად ვაცნობიერებ თუ რა ჟონგლირობისა და მანიპულაციების საგანი ხდება ხშირად ქართველის ხელში სწორედ ეს გამონათქვამი. და მაინც რა არის ქართული სული, რომელიც სახელისუფლებო პროპაგანდამ ასე აიტაცა და მისი მიამიტი მალემრწმენი ნაწილიც ამ სიცრუეში ჩაითრია. და ეს გულუბრყვილო ნაწილი რასთან აიგივებს ქართულ სულს, ქართველობას. სადღეგრძელოსთან. არა და სადღეგრძელოსთვის ქართული სული არ არის. ეს რაღაც საზეპიროა, შაბლონური და ტრაფარეტული. ქართული სული არ არის არც რელიგიურობით, არც პატრიოტიზმით კოკეტობა, თავმომწონეობა, არც ამ მოტივებით გულზე მჯიღის ცემა. უფრო მძიმე შემთხვევებს და მაგალითებს აქ აღარ მოვიყვა, რადგან ის არათუ ქართული, არამედ ადამიანურიც კი არ არის. ქართული სული გახლავთ ცნობიერება, რომელიც ზოგად საკაცობრიო კულტურის და კოსმიური სიყვარულის ნიმუშებს ქმნის. ვიმეორებ, ქართული სული კაცობრიობის განვითარებაში განუზომელი სარგებლის მომტანი სულია. მაგრამ ასეთი მაღალი სულიერი ხედვა თავისთავად ხომ არ აღმოცენდება. თუ ღმერთთან თანაზიარი არ ხარ, ეგრეთ წოდებული ღვთისშვილი, შენ შემოქმედი ვერ იქნები. შემოქმედებითობა ყველა ერის დამახასიათებელია. ეს არ არის ქართულის ექსკლუზივი. მორალიც არ გამოუგონებია ქართველს. მას ცნობილმა ფილოსოფოსმა კანტმა ახსნა ვერ მოუძებნა, საიდან მოდიოდა. არც ზნეობა, არც ემპათია, არც სიყვარული, არც თანადგომა ქართველის გამოგონებული ფენომენი არ არის. ის ზენაარისგან მინიჭებული თვისებებია, თუ კი მას გნებავს პიროვნება, გნებავს ერი განავითარებს თავის თავში, მას ერქმევა ბედნიერი ერი და არა ბედკრული. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ბოროტების იმ დოზით განფენილობისა, რასაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ჩემდა ძალიან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ასე ძლიერად მოიკიდა ფეხი, ნათელი სულის ადამიანები მაინც გვხვდებიან, რაც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის უკვდავების წყარო, რომელიც მრავალი საუკუნეების და მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვარწყულებდა მარადიული ღირებულებების მქონე თვისებებით, სადღაც შორეულ მიკარგული მთების წიაღში კვლავაც საიდუმლოდ მოედინება და ეს უკვდავების წყარო ქართველმა თავიდან უნდა აღმოაჩინოს. მაშინ დაერქმევა მას ბედნიერი ერი და არა ბედკრული. მოგეხსენებათ, ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სხეულს არ წარმოადგენს და მაინც რა დაემართა, რით მოიწამლა ამ ბოლო 10 წლეულებში ჩვენი ერი ისე, რომ მისმა ფსიქიკამ გადაგვარება და მასში ადამიანმა კოდომა დაიწყო. უამრავი ფაქტორის მოყვანა შეიძლება ამ შემთხვევაში. ბევრიც განხილულა. ბევრ შემთხვევაში სიმართლეს მომავალში გავუსწორებთ ალბათ თვალს. მაგრამ მე მინდა შევეხო ერთ თითქოს და ჩრდილში მყოფ საკითხს, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორ ცნობიერებას
უბრალოდ აცამტორებს ადამიანში. ეს არის ერის მესიანიზმით ცრუ დაპურება. მე დღეს მესიანიზმისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ იყო დრო, რომ როგორც ღრმად რელიგიური ადამიანი, მას ვეცნობოდი და შესაბამისად, როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე დაკვირვების შედეგად, მე შემიძლია მეტნაკლებად მის ანატომიაზე საუბარი. მესიანისტური თუ შეთქმულების თეორიები მრავლად დაიყარა სოციალურ ქსელებში. უდავოდ ვიღაც იყო ამ საქმით დაინტერესებული, რომელიც ასე სახელდებით მაინც და მაინც არ ვიცით და ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჩვენს ერზე ჰიპნოზის ზეგავლენა ჰქონდა. ჩემ და სამწუხაროდ, რადგან მე ეკლესიის შვილად ვთვლი თავს, სწორედ ჩვენი ეკლესიის წიაღში იპოვა ამ თეორიებმა ნოყიერი ნიადაგი და იქ მრევლში მყარად მოიკიდა ფეხი. რატომ არის მესიანიზმი ასე სახიფათო? მესიანიზმი პროპაგანდის ნაწილია. ეს სამართავად გამოგონებული ხრიკი და ფანდია. და სახარებას გადავხედოთ. არ აქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი რაოდენი არც სათაშინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა. კერპად ნუ გაიხდი თავს და ნურც ნურაფერს, რაც კი დედამიწის ზურგზეა. ნურც ცაში და ნურც ქვეყანაზე. და რა გამოდის? ჩვენ ვართ კერპ თაყვანისმცემლობაში. და ყველა დანარჩენი ქმედება, ამდენი მკვლელობა, ამდენი გაუთავებელი, რაღაცა უბედურებები და ტრაგედიები გამომდინარეობს სწორედ აქედან. ნუ იფიქრებთ, რომ მესიანიზმს ასე ხელაღებით ზედაპირულად განვიხილავ. მაგალითად, მე ვიცი, რომ მე-10 საუკუნის ცნობილი ჰიმნოგრაფის ხელნაწერი ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი 1924 წელს გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ. ესე იგი, გაგანია საბჭოთა დიქტატურის ეპოქაში, სტალინის დროს. თუ როგორ დაუძვრა უსასტიკეს ცენზურას ეს ტექსტი და როგორ დაიბეჭდა, არ ვიცი, ამაზე ისტორიკოსებს ექნებათ პასუხი, მაგრამ მე ვფიქრობ, ის დაიბეჭდა როგორც კულტურული ძეგლი, ან შესაძლოა რელიგიურ თემატიკას მიება და მოგეხსენებათ, მაშინ სტალინი თავისი პოლიტიკური ზრახვებისთვის ეკლესიის არსებობას მწვანე შუქს უნთებდა და მან ასე ვთქვათ, აღორძინა ბრჭყალებში ეკლესია და ალბათ ამ კუთხით მოხდა მისი დაბეჭდა. თუმცა ეს სხვა თემაა, მოგვიანებით 80-იან წლებში ანალოგიური თემატიკის საჯარო გამოსვლები და მათ შორის ტექსტის დაიბეჭდა ჰქონდა აკაკი ბაქრაძეს და 80-იან წლების ბოლოს და მთელი 90-იან წლები იყო გამსჭვალული ზვიად გამსახურდიას ნაშრომის იდეოლოგიით, რომელსაც ჰქვია საქართველოს სულიერი მისია. ქართულ ხალხში ამ ტიპის ცნობიერების გავრცელებას თავისი დანიშნულება ჰქონდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ის აღმოჩნდა იმპერიის ბრჭყალებში, მას აუცილებლად ჭირდებოდა მისი ეროვნული ცნობიერების ხერხემლის გამართვა, რომ არ დაკარგულიყო და არ გადაგვარებულიყო. მაგრამ საუბედუროდ ასეთმა იდეოლოგიამ მეტი ცუდი მოგვიტანა ვიდრე კარგი. მე უკვე ვახსენე, რომ მესიანიზმს გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე დადებითი როლის შესრულებაც მოუწია. მაგრამ თუ კი შედეგები აიწონება, უმეტეს შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან დამაბრკოლებელი აღმოჩნდა და ამ ყველაფერს საბედისწერო შედეგებიც მოჰყვა. დღეს ასეთი მსოფლო მხედველობა, რომელიც ვიმეორებ, ქართულ და რუსულ ენებზე სოციალურ ქსელებში სრულიად არაშემთხვევით შემოიყარა, მიბმულია რუსკი მირის ასეთივე მესიანისტურ იდეოლოგიასთან. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ცნობიერების გავრცელება ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი და სტრატეგიაა და რუსეთი, რომ ამ ცრუ რელიგიურ კულტურულ ლეგიტიმაციას თავისი გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის იყენებს, ესეც არ არის ჩვენთვის უცნობი. და სამწუხაროდ ჩვენიერი ამ ყველაფრით დაავადდა. რელიგიურად თუ ვიტყვით, ეს არ არის ქრისტეს გზა, პირიქით ანტიქრისტეს გზა და ეშმაკის გზა, ხოლო პრაგმატულად თუ შევხედავთ, ადამიანის გონება ტვინი დაავადდა ფსიქოლოგიურად და ჩვენ ახლა უამრავ ფსიქოლოგებმა იციან რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის ტვინზე და ფსიქოლოგიაზე იდეოლოგიებმა და ყველაზე ცუდი აქ ის იყო, რომ მივიღეთ, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელსაც რწმენაზე ჰქონდა პრეტენზია, მივიღეთ სრულიად უკრიტიკოდ, გადაუმოწმებლად, ავისა და კარგის განურჩევლად და აი შეიძლება ითქვას სატირალია ის შედეგები, რაც ამას მოჰყვა. ქართველთა დიდმა ნაწილმა ეს ნარატივი უკრიტიკოდ მიიღო.
აი ასე სრულიად პირდაპირ გადამოწმების გარეშე. გადამოწმების გარეშე საკუთარ ცნობიერებასთან, საკუთარი პიროვნების განვითარებასთან. გადამოწმების გარეშე ცხოვრების და სამყაროს კანონზომიერების მიღმა. გადამოწმების გარეშე ქრისტიანობასთან პარალელში. მოკლედ ასე უპირობოდ მიიღო ქართველმა ეს მონათხრობი და ცნობიერების ეს ვექტორი და თვითონაც ამ გზას გაჰყვა. და რაში მდგომარეობს მისი დამანგრეველი ძალა? ქართველმა შეწყვიტა როგორც ასეთი შრომა, ქართველმაც შეწყვიტა აზროვნება, როგორც უკვე ვთქვი, ქართველმა შეწყვიტა თვითგანვითარება. რადგან ვიმეორებ, მიიღო უპირობოდ ის, რომ ზეცაში გადაწყდა აი ასე უშრომელად ცონარებაში მყოფი ქართველის გაბრწყინება. ასე გამრუდდა ჩვენი ცნობიერების ვექტორი და პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის, ადამიანის, მოყვასის და ზოგადად სამყაროს მიმართ მიწასთან გასწორდა. ბუნებრივია არაეროვნულ პოლიტიკოსებს ეს აწყობთ. და თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო რთული პროცესები დაგვატყდა თავს, ვიდრე ამას ჯერ კიდევ ვიაზრებთ, ჩვენმა ჩრდილოელმა ეგრეთ წოდებულმა მეზობელმა შესანიშნავად მოახერხა და საგანგებო ისტორიული მისიის საპატიო როლის შემსრულებლის ნიღბის ქვეშ, მსოფლიოზე ზეგავლენის მქონე და ფსევდომართლმადიდებლობის დამცველის ნიღაბს ამოფარებულმა, კარგად გამოიყენა მცირე ერების კომპლექსებისთვის დამახასიათებელი მესიანისტური შეხედულებები, მის დამპყრობლურ იდეოლოგიასთან ათქვიფა და დღემდე საკმაოდ ეფექტურად იყენებს ამ მართვის ბერკეტს. არავითარი გაბრწყინება არ იარსებებს არც კერძო შემთხვევაში და არც ერებში, თუ ადამიანმა საკუთარ თავზე არ დაიწყო მუშაობა. სიცოცხლეც სწორედ ამისთვის გვაქვს მოცემული, რომ ადამიანი განვითარდეს, მისი ცნობიერება წავიდეს წინ, სული განვითარდეს, ესე იგი ფერის ცვალება განიცადოს და ჩანასახის მდგომარეობაში არ დარჩეს, რა ფორმითაც ის სამყაროში შემოვიდა. ამისთვის არის ვიმეორებ სიცოცხლე მოცემული. და არა ის, რომ ეს მესიანისტური სურვილებით სხვა ერებზე გაბატონდეს რომელიმე ერი და ის გაბრწყინებაში იგულისხმება, რომ ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი იქნება, ამას დამპყრობლობა ქვია სხვაგვარად და ეს არის ხარბი და უუკებელი სურვილი იბატონოს სხვა ერებზე და ახლა ასეთ აზროვნებას, რა ვიცი, საღვთო აზროვნებასთან რამე კავშირი აქვს? მე ვფიქრობ არა. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და ეს უფროს თაობას ეხება და მე მათი წარმომადგენელი ვარ და არც ერთ შემთხვევაში არ ვფიქრობ ვინმეს დაკნინებას. ასეთი საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებამ უკუსლად დაიწყო. ეს ყველგან და ყველაფერში შეიმჩნევა. და რა არის ამის მიზეზი? ძალიან მარტივია, რადგან მან იცხოვრა იდეოლოგიების ქვეშ, მან იცხოვრა ასეთი ბრჭყალებში მესიანისტური რაღაცა ცნობიერების ქვეშ და ეს მესიანიზმი ხლა მაინც და მაინც რელიგიური ყოველთვის არ არის, შეიძლება იყოს ეს სისტემა, როგორც ასეთი, ხო, მართვის სისტემა. ყველა შემთხვევაში ეს არის საზიანო. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ძალიან მწარე ნაყოფი, რომ ადამიანს შავის და თეთრის გარჩევა უჭირს. და აქედან მოდის მთელი ამდენი აურზაური, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. თორემ სხვა შემთხვევაში აი კითხვას ასე ვსვამ, რომ პასუხისმგებელი ის ვერაგი პოლიტიკოსი უფროა სიხარბემ რომ ესე გარყნა, თუ შენ უფრო ხარ, რომელიც მას ეხმარები ამაში და ბოროტებას და ძალადობას გვერდში უდგა ხარ? აი პასუხისმგებლობა მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვეულებრივ მოქალაქეზე უფრო მეტია, რადგან შენ აძლიერებ მას და შენ კვებავ. როდესაც ამ ჩანაწერს ვაკეთებდი, მომაკვდინებელ ნარკოტიკში ვგულისხმობდი იმ სულიერ შხამს, იმ სულიერ საწამლავს, რომლითაც მოცულია დღეს თითქმის მთელი ჩვენი საზოგადოება. და რამ გამოიწვია ზიზღი, ეს მიზეზშედეგობრივი პროცესია და თვალნათელია, რომ ადამიანმა თუ უპირობოდ და უშრომელად დაიჯერა, რომ მას ელოდება გაბრწყინება და არასოდეს არ გადაამოწმებს ამას, არასოდეს არ დაიწყებს საკუთარ თავზე შრომას, აი ჩვენ საბოლოო ჯამში მივალთ ზიზღთან და ზიზღი თუ ხანგრძლივად გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ რღვევას. ასე იგი, გაბრწყინებიდან ძალიან შორს არის ეს პროცესი. პირიქით, ჩვენ უკან დავიხიეთ. ჩვენ სულიერად დეგრადირებისკენ წავედით. ეს ყველაფერს ეტყობა. აი დღეს რასაც ვქმნით, ყველაფერში ჩანს აი ეს მსახურალი ხელი.
ოჯახებში, ურთიერთობებში, დედმამიშვილებში, წყვილებში, არც ბავშვები, რომლებსაც თითქოს ასე ვანებივრეთ, სინამდვილეში ამ ენერგიებს ძალიან კარგად გრძნობენ და ისევ ტრიალებთ იმ მოჯადოებულ წრეზე, აი ბედკრულობის დამღიდან ვერ გამოვსულვართ და ვერც გამოვალთ, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება გავაჩერეთ, ჩვენ ვთქვით რომ უპირობოდ ვწყინდებით, აი ასეთი ჟანგიანი და ასეთი ჩამყაყებული ცნობიერებით და ნაბიჯიც კი არ წავდგით წინ, რომ რაღაც შეგვეცვალა. ნუ უპირობოდ ხომ გვაქვს მიღებული, ხომ შევთანხმდით და აი შედეგებიც ასეთია. მოგგლიჯეს და მოგწყვიტეს სწორედ იმ ფესვებს, რასაც ჩვენი როლი ერქვა სამყაროში. და ეს როლი არის მარადიული ღირებულებების შენარჩუნება, რომელშიც ერთ-ერთი მოკრძალებული თუ არა მოკრძალებული წვლილი გვაქვს და მისი განვითარება. რა არის გამოსავალი ნიჰილიზმი? ნიჰილიზმი ასეთივე მეორე უკიდურესობაა და ასეთივე გამანადგურებელი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარ ცნობიერებაზე დაკვირვება. სად ვუშვებთ შეცდომას? სად არის სწორი და სად არ არის სწორი? რა ნაყოფი მოიტანა ასეთმა შეხედულებამ, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ტრადიციების და წესების სახით? ის ტრადიცია, რომელიც ადამიანებს აერთებს, რომელიც სიყვარულს ავითარებს, აძლიერებს, ეს აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს როგორც მიცვალებულის პატივისცემა, ისე ცოცხლების. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ერთმა არ უნდა იტვირთოს დანარჩენი. შეუძლებელია. შესაძლოა ვიღაცას მეტი მოუწიოს, ვიღაცას ნაკლებ, მაგრამ ურთიერთად ტვირთი უნდა ვიტვირთოთ. ჩვენ ერთმანეთის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ, ეს ვიღაცამ უნდა გვასწავლოს. ჩვენთან ჩვეულია, რომ ვიღაც ერთი იტვირთებს, ის აუცილებლად ამ სიმძიმის ქვეშ მოყვება და დანარჩენებიც უბედურად გრძნობენ თავს და ის თავისთავად დაცემული, რა თქმა უნდა, მისთვისაც ეს სავალალოა. ნიჰილიზმი ვახსენე და ნიჰილიზმი სწორედაც რომ თანამიმდევრული და ძალიან ბუნებრივი შედეგია ურაპატრიოტიზმის, ცრუ მესიანისტური განწყობებისა და ცნობიერების. ეს რადგან ერთგვარად ნიჰილიზმით დაემართა ქართველებს, სწორედ მიზეზ შედეგობრივი პროცესი მიმდინარეობს აქ. უნდა გადავამოწმოთ საკუთარ თავში არსებული პრობლემები და ზემდგომებისაგან ის დაპირებებიც, რომლებიც ხალხზე ზრუნვის ეგიდით იყიდება ჩვენზე. სხვა შემთხვევაში თუ დაგვაჩვიეს უკრიტიკოდ ყველაფრის მიღება, გაგვიჭირდება და უკვე გვიჭირს შავის და თეთრის გარჩევა. ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, ახალგაზრდა ახალი ენერგია, თავდაპირველად ისინი დიდი დინამიკით მოდიან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება ისე, რომ უფროსების ზეგავლენით, უფროსებისგან წამოსული წნეხით, რომ ანალოგიურად მკვდარ გზაზე იარონ, ისინი ამ წნეხს ვერ უძლებენ და ისევ იმ მორევში ჩატრიალდებიან ხოლმე, რასაც ასე ხშირად უწოდებენ ისტორიაშიც და ხალხურადაც ბედკრულ საქართველოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს, არ ვიცი დიდი ნაწილია ეს თუ მცირე, დიდი ნაწილი ნამდვილად ფლობს ნათელ სულს და ეს ჩემთვის არის უბრალოდ დიდი ბედნიერება და ოპტიმისტურად ვუყურებ იმ საკითხს, რომ საქართველო აუცილებლად იპოვის თავის გზაკვალს, ის გაიკვლევს გზას და კვლავ დაუბრუნდება ფესვებს და მისი ფესვები არ არის სადღეგრძელო, მისი ფესვები არ არის გულზემჯიღისცემა, მისი ფესვები არის ზოგად საკაცობრიო ნამდვილი ჭეშმარიტი ღირებულებების შენარჩუნებაში წვლილი შეტანა, რომელიც თითქოს და ნელ-ნელა კარგავს ფასს მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და არათუ შენარჩუნება, განვითარებაც. და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცნობიერებაზე, საკუთარ სულზე დიდი შრომის შედეგად.